ისტორია მეორდება იქამდე, სანამ რაღაც არ გაცნობიერდება და ადამიანი განვითარების შემდეგ ეტაპზე არ გადავა. როცა აწმყო ბურუსითაა მოცული, წარსული შეიძლება იყოს ის შუქურა, რომელიც ამ ნისლს გაფანტავს და სიცხადეს შემოიტანს ყოველდღიურობაში. სიცხადე გვჭირდება იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ და არ შეგვეშინდეს მომავლის. ასე დროს ალბათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაპყროთ გზას, რომელიც უკვე გამოვიარეთ, რათა ახლანდელ გზაჯვარედინზე სწორი მიმართულებით გავაგრძელოთ სიარული. ალექსანდრე მიქაბერიძე ქართველ-ამერიკელი ისტორიკოსია. მან სწავლა 1999 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელა. პერიოდულად საქართველოს სტუმრობს და თავის ცოდნებს მშობლიურ ქვეყანას ახმარს. ამჯერად მისი ინტერესის სფერო ერეკლე მეორეა, რომლის შესახებ წიგნის დასაწერად არაერთხელ ეწვია თელავს და მოიარა საქართველოს თითქმის ყველა ის რაიონი, სადაც ერეკლე მეფეს უწევდა ყოფნა. ჩვენი საუბრის ძირითადი თემაც რასაკვირველია პატარა კახია, საქართველოს ყველაზე ტრაგიკული და ყველაზე მამაცი მეფე. დღევანდელი ხა ჩვენი ერეკლეს თემა არის, მაგრამ ძალიან საინტერესო არის ჩემთვის ზოგადად თქვენი ამბავი ისტორია, როგორ მოახერხეთ 99 წელს იმ პერიოდი საქართველოს მახსოვს რა ხდებოდა, როგორი სიტუაცია იყო 21 წლის ბიჭმა ამერიკაში წასვლა და ასე ვთქვათ, ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი. ასე რომ იტყვი მე სიბერეს ვწნობ მე. გამოცდილება. სიმსეს. ხო, ძალიან საინტერესო არის ეგ. ჩემი ამბავი ალბათ იმის კარგი მაგალითია, რომ უნდა იკითხო და იკითხო ბევრი. და რას გულისხმობ მამაში? კითხვა ძალიან მიყვარდა ბავშვობიდან. და ისტორიის გატაცება ყველა ვარ ჩვენ გატაცებულები, მაგრამ რაღაც მომენტში ვდგევართ არჩევანის წინაშე, ერეკლესი არ იყოს და ჩემი არჩევანი, როცა სკოლა დავამთავრე, იყო ან ისტორიას გავყოლოდი, ან როგორც ჩემ ოჯახში მითხრეს, რაიმე უფრო სასარგებლო და სასარგებლო იყო, თქვა, სამართალი, ხო, დავყავი სამართლის ხაზზე. ისტორიის სიყვარული დამრჩა. 98 წელს ისე მოხდა საგარეოში მუშაობდი, საგარეო საქმეთა სამინისტროში და ვიან ღამით, რაღაცა ფუსფუსებდი ინტერნეტში, ვნახე წიგნი, რომელიც მომეწონა და რომლის ყიდვა მინდოდა რა. და ახლა იმ დროს ფანტასტიკურ ფასასახელებდნენ, მეტად როგორც აღნიშნე, ქართული რეალიები მაშინ ძალიან კაცრი იყო და ჩემი ხელფასით იმ წიგს ვერ შევწდებოდი და ერთი წელი უნდა დამეზოგა. ეს წიგნი დევს, მე მინდა, ვერ ვწდები, არა მაქვს ფული, როგორც ყველა ქართველს. და ავიღე და პირდაპირ ავტორს მივწერე, რომ მეთქი არიქა ეს წიგნი მაინტერესებს, იქნებ ერთი ასლი. წიგნი რაზეა? წიგნი არის ნაპოლეონზე, რომელიც ბავშვობიდანვე მიტაცებდა და იყო, კონკრეტულად იყო სახელწოდება იყო ნაპოლეონის მკვლელობა. ხო, იცი ემოციები. და მივწერე ამ კაცმა საბედნიეროდ, ისე მოხდა, რომ ნახა ეს იმეილი, საბედნიეროდ, იმიტომ რომ ძალიან ესეთი წარმატებული ბიზნესმენი იყო, მსოფლიო მასშტაბის ბიზნეს ატრიალებდა და მიპასუხა, რომ არა, რა თქმა უნდა, შენ გიყვარს ისტორია, მე მიყვარს ისტორია, წიგნი რა პრობლემა არისო და მოკლედ მახსოვს რამოდენიმე კვირის მერე მივიღე რამოდენიმე 5 წიგნების, არა მარტო მისი, არამედ სხვა წიგნების. მახსოვს რომ გავხსენი ეს გავგიჟებული ამ ხელა საჩუქრები, მოკლედ მივწერე სამადლობელი, წავიკითხე მისი წიგნი, დავიწყეთ ამ წიგნზე მსჯელობა, მოკლეს, არ მოკლეს, რაღაცა და მოკლედ ამ კაცმა მითხრა, იცი რა, აი მომწოხა რო და მოდი 99-ში ჩამოდი ისრაელში, იქნება დიდი კონფერენცია ნაპოლეონზე, იმიტომ რომ 200 წლის თავი არის ნაპოლეონის შეჭრისა პალესტინაში და შევხვდეთ, დავილაპარაკოთ, თუ გინდა მოხსენებაც გააკეთე და მეთქი გამორიცხულია, ვერ წამოვალ. არა მაქვს ამის შესაძლებლობა და ამ კაცმა აი მართლა ის ავალ გულით ნუ ნერვიულობო, მე ყველაფერს გადაგიხდი, შენ ოღონდ ჩამოდიო. და მოკლედ უარს როგორ ვეთყოდი, ჩავედი იერუსალიმში და იქ უნივერსიტეტში, იერუსალიმის უნივერსიტეტში გამოვედი ძალიან მოკლე მოხსენებით. დასრულებული არ მქონდა ეს სიტყვა, რომ ჩამოვედით რობინდან, შემხვდნენ ამერიკელები და ამერიკელებმა მითხრეს, თუ მზად ხარ, სრული დაფინანსებით, თავიდან მეგონა რომ 3 წელი წავიდოდი, დავამთავრებდი სადოქტოროს და აღმოჩნდა აგერ 26 წელი. ნაპოლეონზე მუშაობდი და თქვენი წიგნიც გამოვიდა 2020 წელს ნაპოლეონთან დაკავშირებით. აი კონკრეტულად რაზე არის ეს წიგნი და როგორც ვიცი, ბესტსელერი გახდა და დაემთხვა
გამოვიდა მე ფილმიც, რომელმაც ხელი შეუწყო წიგნის პოპულარიზაციასაც, ხო? კი, არა, იცი, ახლა მე უკვე ამდენი წელია რომ წასული ვარ და კვლევით საქმიანობას ვეწევი, ადრეც დამიწერია რამოდენიმე ათეული წიგნი მაქვს დაწერილი და გამოცემული, მაგრამ ამ წიგნის წარმატებამ ყველაფერს გადააჭარბა. და გარკვეულწილად ალბათ იმის გამოა რომ ახლა ყველა ჩვენთაგანი ვარ რაღაც გზაზე, ხო და ამ გზაზე რომ მივდივარ, უნდა დაბრძენდე, რაღაც შეხედულებები შეიცვალო, რაღაცები ისწავლო, ხო, მუდმივი სწავლის პროცესში ვარ, ყოველ შემთხვევაში მე ესე მიმაჩნია და ეს წიგნი დავწერე უკვე თითქმის 17 წლის სტაჟი მქონდა, ასე რომ ვთქვათ, გამოცდილება, კვლევის, სწავლების და მინდოდა ახლებურად შემეფასებინა ისტორია და სიახლე იყო ის რომ იმის მაგერად რომ მე თქვა რომ აი ნაპოლეონი იყო ევროპული ფენომენი და ეს ნაპოლეონის ომები აი ესე წარიმართა და ისე ძველი ამბავი მომეყოლა. თქვა აუსტერლიცის ბრძოლა, ნაპოლეონის იმპერია დაცემა, რუსეთში შეჭრა. სხვანაირი კუთხით მივუდექი და ამაში მე ალბათ მაინც გულის სიღრმეში ვხედავ იმას რომ აი ამ ქვეყნის შვილი ვარ და აი ამ ქვეყნის შვილობა გულისხმობს ის რომ იმას რომ შენ გინდა ნაინახო შენი კუთხე, შენი კუნჭული სად არის აი ამ სოფლიო მასშტაბის მოვლენაში, ხო? და ახლა საქართველოში როცა ხარ, თქვა სკოლაში თუ არა, უნივერსიტეტში სწავლობ რომ აქ ნაპოლეონის პერიოდში ხდება გარდამტეხი მოვლენები, ხო? დაპირისპირება ირანს, ოსმალეთსა და რუსეთს შორის, რუსეთის გამარჯვება, საქართველოს ანექსია, სახელმწიფოებრიობის გაუქმება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აი ეს ჩემთვის ყოველთვის ხო აი ეს როგორ ჯდება აი ამ ნაპოლეონის საგაში. და აი ამ წიგნში ზუსტად გადავწყვიტე რომ მეჩვენებინა რომ ნაპოლეონის ომები არის პირველი ახლა შეიძლება სოფლიო ომი არა, მაგრამ პირველი მართლაც გლობალური მასშტაბის ომი არის. ანუ ომი რომელსაც აქვს პირდაპირ ზეგავლენა ჩრდილო ამერიკაზე, სამხრეთ ამერიკაზე, აფრიკის ნაწილებზე, აზიაზე, კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთზე. ახლა ჩვენ მიჩვეულები ვართ რას რომ ნაპოლეონის ამბები, იტალიაში შევიდა, ესპანეთში, რუსეთში დამარცხდა და გამოადეს. რეალობა არის რომ ამ კაცმა, ხო, ამ კაცის პოლიტიკამ და ამ პოლიტიკაზე, ხო, უკურეაქცია. შექმნა ფაქტურად თანამედროვე სამყარო. ახლა ამერიკის აღზევება ესპანეთის იმპერიის დაშლა და ეს ახალი რეალობა, რომელიც ჩვენ ეხლა გვაქვს, ხო, დამოუკიდებელი ქვეყნები, როგორც არის არგენტინა, ბოლივია, ხო, და ესენი ყველა არის ამ კონტექსტიდან აღმოცენებული. ინდოეთის დაპყრობა ბრიტანელების მიერ, ახლო აღმოსავლეთში უზარმაზარი ცვლილებები, ხო, ეს ყველაფერი. აი ეს სურათი შექმნა. პატარა კაცმა. პატარა არისო. არ გამოგივეცელობა. ვაფათი. თქვენ და ნაპოლეონი. და მე აი უკვე წიგნის პოპულარიზაცია ელოდებოდი ესეთი. არა. ახლა კარგი ის იყო რომ კარგი გამომცემლობასთან მქონდა საქმე, ანუ ეს წიგნი რო დავწერე, გავგზავნე სხვა გამომცემლობებს და ძალიან ბევრისგან მივიღე პასუხი, მაგრამ საბოლოოდ ოქსფორდის უნივერსიტეტმა გამოსცა. და ოქსფორდს უმადლი იმით, რომ მართლა დაინახა პოტენციალი ამ წიგნში და შეიტანა მაღაზიებში, ანუ გააკეთა ის, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ ხალხმა იცოდეს წიგნის შესახებ. ანუ ერთია, რომ კარგი წიგნი დაწერო, მეორეა, ხალხმა იცის თუ არა ამ წიგნის შესახებ. ამის ნაწილი იყო, თქვა, ლექციების წაკითხვა, საჯარო გამოსვლები, ხო, ინტერვიუები თუ პოდკასტებზე გამოსვლა, იმისთვის, რომ უთხრა ხალხს, რომ გაინტერესებს ეს საკითხი, აი ახლებურად დანახული არის ეს წიგნი და დაიკითხე. და მე ზუსტად 2 წლის გამოსული იყო, რომ რიდლი სკოტმა იკადრა უკადრებელი. გადაიღო ის ფილმი. რომელიც ახლა გზაში ვლაპარაკობდით, რომ აცდენებში არის იმათ. კი, დიდ აცდენებში, მაგრამ ერთ რასაც უმადლი არის, რომ ინტერესი გააღვივა ზოგადად ნაპოლეონის ეპოქაში და მათ შორის ჩემს წიგნის მიმართ. ამ პორტრეტში ჩანს მთელი ერეკლეს დიპლომატია აქვს, სპარსული ქუდი, რუსული მანტია და წმინდა ანდრიას ის კორდონი რა. უწევდა ლავირება, ხო, ამ სოფლიო პოლიტიკაში. ჩვენი ისტორიის მე მგონი არსი ეგ არის. მუდმივი ლავირება. მუდმივი ლავირება პრინციპში რაღაც დღესაც მე მგონია რომ თითქოს რაღაცა ეგეთი იმაში ვართ რომ ეხლაც მუდმივად ესე ვიქნებით. ეგ არის პატარა ერების პრობლემა, ისტორიული.
თვითგადარჩენისთვის ეგ სტრატეგია უნდა აირჩიო, რომ ხო, გაწვრა გამოძროს. ჩემი სტუდენტი, ქართველი სტუდენტი სადოქტორო დაიცვა ლაზიკის ომზე და იქაც იგივე ხო, აღმოსავლეთი, დასავლეთი, სპარსეთი თუ ბიზანტია. ისე ლავირება. მუდმივი არჩევანი. ხო, ან გუბაზ მეფე რომ მოკლეს ხო? ხო დიდი შეკრება იყო იმერთა და იქ ორი სიტყვა ითქვა. რა გვინდა სად მივდივარ და იქ ორი სიტყვა შემორჩენილი გვაქვს რომ ეს ორი სიტყვა და ერთი ამბობს დასავლეთისკენ უნდა წავიდეთ, მეორე ამბობს არა აღმოსავლეთისკენ უნდა დავრჩეთ. ეგ არის მე-6 საუკუნე. წარმოიდგინე. მე მანდ ვინ გაიმარჯვა, რომელმა სიტყვამ გაიმარჯვა. წელს საუბრობთ იმაზე, რომ ერეკლეს არჩევანიც მეტწილად განპირობებული იყო დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის არჩევანით, ვიდრე უფრო სახელმწიფოებს რუსეთს და სპარსეთს შორის, ხო? არსობრივად აქ საუბარი იმაზე კი არის, რომ რუსეთი აერჩია. არსობრივად საუბარი ის არის, რომ ერეკლემ აერჩია დასავლეთი. ანუ კურსი დასავლეთზე იყო და ეს გზა მისთვის გადიოდა, ანუ შეიძლება გასულიყო სხვა გზით, ხო? ანუ შეიძლება მაგალითად გასულიყო ავსტრიის და ამის კარგი მაგალითი ის არის, რომ ავსტრიის იმპერიულ არქივში რო ჩავიდეთ ვენაში, ნახავთ მიმოწერას. ხო, ერეკლე უგზავნის მას და ეუბნება, აი დამეხმარეთ, მოდი ვითანამშრომლოთ, მაგ პრობლემები დამეხმარეთ და კარგად ვიყოთ რა ერთად. ან ის რომ მიმართავს თხოვნით ვენეციას. იგივე, ხო? აბსოლუტურად იგივე მოთხოვნები აქვს. და იგივე მოთხოვნებით გადის რუსეთზე. აქ ანუ რუსეთი ის კი არა, რომ აი კონკრეტულად რუსეთი მოწონს, უბრალოდ რუსეთში ხედავს გზას, უმოკლეს გზას, რომ გავიდეს ევროპაზე. ერეკლემ კარგად იცის, თქვა, ევროპაში მიმდინარე მოვლენები არა მარტო პოლიტიკურ დონეზე, ან სამხედრო დონეზე, ანუ კულტურულ, საზოგადოებრივ დონეზე. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია, მაგალითად დისკუსიები, რომელიც მას აქვს რუსეთიდან დაბრუნებულ იმ ქართველებთან, რომლებსაც აქვს ეს განათლება მიღებული, ბევრი მათგანი იზიარებს განმანათლებლობის იდეალებს, მათ შორის არის ხალხი, რომელიც საუბრობს, რომ საუკეთესო მოდელი მართვის არის ბრიტანული საპარლამენტო ესეთი მონარქია, ხო? და ისინი ცდილობენ, რომ ერეკლეს აუხსნან, რომ აი სამომავლოდ ამ გზით უნდა წავიდეთ. ეს გზა ამ მომენტში გადიოდა რუსეთის საშუალებით და ამ ხრივ რუსეთის როლიც გარკვეულწილად ჩვენს ისტორიაში არის ის, რომ აი ეს ევროპეიზაცია შემოიტანა. ხო, პრინციპში მე მაინც მაგას უკავშირდება იგივე ოპერის შემოსვლა, რაღაცა თეატრის შემოსვლა, თუნდაც აი თბილისის ცოტა ევროპულ ყაიდაზე გადაწყობა, თორემ მანამდე უფრო აღმოსავლური ქალაქი იყო. და აქ ჩვენ ხედავთ ორ მიმართულებას, ხო? ერთი არის მაგალითად ციციანოვის, ან იგივე ციციშვილის, ხო? ეს ციციშვილი არის ერთ-ერთი ის ქართველი, რომელიც წავიდა რუსეთში, ხო, იქ მიიღო განათლება და რომელსაც მიაჩნია, რომ რუსეთის როლი აქ არის ცივილიზაციის შემომტანი, ხო, იმპერიის და ეს უნდა მოხდეს ზამომრეობით. და მეორე ვარიანტი უკვე იწყება, როდესაც მიხეილ ვორონცოვი ინიშნება მეფის ნაცვლად. აი ვორონცოვს აქვს აბსოლუტურად სხვანაირი მიდგომა. გარკვეულწილად ეს იმის გამოა, რომ მისი ოჯახი ანგლოფილური ოჯახი იყო, მამამისი იყო რუსეთის ელჩი ინგლისში მრავალი ათეული წლის განმავლობაში, თვითონ მიხეილიც არის ნამყოფი და ხედავს, თქვა, აი, როცა ჩვენ საუბრობთ ევროპაზე, მისთვის ევროპა არის აი ბრიტანული მოდელი, ხო? და მას ესმის, რომ აი აქ, ხო, ამ იმპერიული წესწყობილების დამყარება და ეს ცივილიზაციური მისია, როცა შეგინა რო შემოიტანა გაუმჯობესება კულტურული, საზოგადოებრივი, ეკონომიკური, მისთვის ეს ხდება, მას მიაჩნია ის უნდა მოხდეს რბილი ძალით. აი ეს რბილი ძალა არის, შენ რასაც ამბობდი, ოპერა, თეატრი, თავადაზნაურობასთან ურთიერთობის დაალაგება, ხო, და თანათანობით აი ამ საზოგადოების აი ინტელიგენციას, რასაც უძახით ჩვენ და ეს ფენარო არის, ხო, ელიტის, აი იმის გადაყვანა რუსულ, ანუ ევროპულ ყაიდაზე, ხო? აი რატო დაინტერესდი ერეკლეთი? შენში რა იყო ეგეთი, რამაც აი ეს გამოიწვია? მაგრამ ჩემი ინტერესი თავიდან და ეხლაც არის უფრო მე-18 საუკუნის რევოლუციური პერიოდი, საფრანგეთი, განსაკუთრებით ნაპოლეონის ეპოქა. გადავწყვიტი, რომ აი ეს პერიოდი დამენახა უფრო გლობალურად. ძელვადიანი კვლევის თითქმის 11 წელი უმუშავე იყო წიგნი, რომელსაც სახელად ეწოდება ნაპოლეონის ომების გლობალური ისტორია. და აი ამ გლობალური ისტორიის ნაწილი, მნიშვნელოვანი ნაწილი არის ვარ ჩვენ. არის კავკასია, ხო? ეხლა ჩვენთვის ეს პერიოდი არის გარდამტეხი პერიოდი. ეს არის ერეკლეს, ხო,
მმართველობის დასასრული, ეს არის აგერ ჩვენ აქ ვიყოფები გიორგის მმართველობა და შემდეგ უკვე ანექსია და საქართველოს და ზოგადად კავკასიის სხვა თქვათ ისტორიული მიმართულებით წასვლა. და სწორედ აი ეს მიმდინარე მოვლენები ჩემთვის უშუალოდ უკავშირდება ბევრად უფრო დიდ და გლობალურ ფენომენს, რომელიც არის ნაპოლეონის ეპოქა. ამის ახლა ბევრი მაგალითი შეგვიძლია დავისახელო, მაგალითად აი დიდ ქვეყნების, ხო, დიდი იმპერიების ერთმანეთის დაპირისპირებაში კავკასიას უჭირავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი. დასავლეთ ისტორიოგრაფიაში ძალიან მწირი არის თქვა მასალა, რომელიც ამ საკითხზე დაწერილა. და ამის შევსება მინდა. ანუ დავწერო ისეთი ნაშრომი, რომელიც უცხო მკითხველს, დასავლეთის მკითხველს მიაწვდის აი ამ რეგიონის ისტორიას, აი ამ გარდამტეხ პერიოდში ადვილი გასაგებიანი და რაც თავარია, კარგად გაანალიზებული. აი დასავლეთს რა შეჭირდება თანამედროვე დასავლეთს მაგის სიცოდნა დღეს? იმიტომ რომ აი იცი სოციალიზმის კარგია რომ ამ ოთახში ვართ, ახლა არ ვიცი მაყურებელს შეიძლება დაინახოს თუ არა, ამ ოთახში არის ძალიან ლამაზი, ხო, მინანქრული ფანჯრები. მე ისტორიას უყურებ ზუსტად აი როგორც კალეიდოსკოპი რა, მინანქარივით, რომ იმისთვის რომ გაიაზრო წარსული უნდა მიხვდე რომ წარსული არის ყოველთვის ძალიან კომპლექსური. არის მოზაიკასავით, მრავალი წახნაგები, მრავალი ფერისგან. თუ შენ ისტორიას მხოლოდ უყურებ ერთი ქვეყნის გამოცდილებით ან ერთი რეგიონის გამოცდილებით, ფაქტობრივად შენ უყურებ აი ჩვეულებრივ შუშას, ხო, ან თქვა კალეიდოსკოპში როგორც ჩაიხედა, მხოლოდ ერთ ფერის სურათს ხედავ. რაც უფრო მეტ რეგიონს, მეტ ქვეყნის ინტერესს ჩადებ, ბევრად უფრო ცხადდება ისტორიის არსი, კომპლექსურობა. აი ამას არსი არის ეს პროექტიც რა, რომ დავწერო ეს წიგნი, რომელიც ჩვენ გვაჩვენებს სად ვიყავით, როგორ მოხდა ის, რომ კავკასია მოექცა რუსეთის იმპერიის ფარგლებში და ეს თავის მხრივ შეავსებს ბევრად უფრო გლობალურ სურათს. ერთ-ერთი ჩემთვის საინტერესო არის, რომ ადრეული ასაკში, თქო, ხო, დაიბადა გაიზარდა კახეთში, ადრეულ ასაკში გადის სპარსეთში, იქ ყმაწვილობას ფაქტობრივად ყმაწვილდება სპარსეთში, თან ძალიან რთულ გარემოში, ახლა 30-იან წლებში სპარსეთში ყოფნა, გულისხმობს მუდმივი პოლიტიკური ინტრიგის ცენტრში ყოფნას, მუდმივი ომიანობა. სწორედ ამის გამო არის, რომ თქვა, ერეკლე აღმოაჩენს თავს ინდოეთში, ხო? და ეს მისთვის ასევე იყო ძალიან მნიშვნელოვანი სკოლა, ხო? ერთის მხრივ მან თქვა დაწყებითი განათლება თუ მიიღო აქ, პრაქტიკული განათლება მაინც მე ვფიქრობ მიიღო სწორედ პირველადი სპარსეთში, ნადირ-შაჰის კარზე და მე უკვე როცა ბრუნდება, ის ბრუნდება სწორედ აი ამ გარკვეულწილად სოფხედველობი და აი ჩვენს უკან მე მგონი ჩვენს მაყურებელს ხედავს ამ პორტრეტსაც. ეს პორტრეტიც ასახავს აი ამ კომპლექსურობას ამ ადამიანის, რომელსაც შეუძლია რომ ატაროს სპარსული ყაიდის ჩალმა, მაგრამ ამავე დროს იყოს და თქვა ქართული ხო ჩოხა და კაბა და ახალუხი და ამავე დროს იყო შემოსული ევროპული მეფის მანტიაში და ამავე დროს ჰქონდეს რუსული იმპერიის ორდენის ორდენიც. და აი ეს არის, მე მგონი აი ამ კაცის არსი, რომ აი ამ რთულ, ძალიან რთულ პერიოდში ის ცდილობს დაიმკვიდროს თავისი ადგილი და რასაც დაუმკვიდროს ადგილი თავის სამეფოს. დიდი პრობლემების წინაშე დგას, პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის მოდერნიზაცია. ამას ემსახურება ის, რომ ერეკლე იწყებს ჯარის გაძლიერებას, მუდმივი ჯარის დაარსებას, არტილერიის საქმის შემოტანას, რომელიც არის ზუსტად იმ რეფორმების ამსახველი, რომელიც ევროპაში წყდება, ხო? ამას ემსახურება, თქვა, ადმინისტრაციული სისტემის, ხო, გარდაქმნა, რომელიც ერეკლე იწყებს, აი ეკონომიკურ საგადასახადო სისტემის შეცვლა, ხო? ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ შექმნას სახელმწიფო, ანუ აღამაღლოს სახელმწიფო იმ დონეზე, რომელსაც სახელმწიფო შეიძლება თქვათ ურჩ ფეოდალებთან ხო ბრძოლა. შეიძლება მაგალითად სკოლების შექმნა. რაღაც სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე. ხო და შემდეგ ნაბიჯი იქნება მაგალითად განათლების სისტემა და აი ჩვენ თელავში ვართ, ხო ვიცით აგერ ზუსტად ამ სამეფო კომპლექსში არის სკოლა, რომელიც ერეკლემ დააარსა, ჩვენ ვიცით ანტონის საგანმანათლებლო რეფორმა, რომელიც არის ზუსტად ერეკლეს რეფორმების ნაწილი. იგივე სტამბის განახლება, ხო, ჩვენ საუბრობთ
თქვა ვახტანგ მეექვსემ რო დაარსა სტამბა პირველი ბეჭდვითი წიგნები გამოსცა მე-18 საუკუნის დასაწყისში, მე ჩავარდნა გვაქვს. ერეკლეს აი ეს რეფორმების ნაწილი არის, თქვა განახლება აი ამ განმანათლებლობის სისტემის. რო დასწლოდა, ხო? და რომ არ ყოფილიყო ეს ომიანობა, მით უმეტეს ლეკიანობა და შემდეგ უკვე ეს გამანადგურებელი სპარსული შემოსევა, ქართული ქართული სახელმწიფო ძალიან დიდ პროგრესს მიაღწევდა ერეკლეს და ვთქვათ გიორგის მეფობის დროს. ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი ისტორიიდან არის კრწანისის ომი. აი და ის ამბავიც რომ თითქმის გამარჯვებულები ვიყავით და ბოლოს მიირბინა და მეზარბაზნეები არ ყავს ერეკლესო და აი მანდაც თითქოს ისტორია ისე დავწერეთ რომ აი ჩვენ თავს მოღალატე გამოგვიჩნდა თორე მოგებულები ვიყავით და აი მანდაც თითქმის გამარჯვებულებად გამოვაცხადეთ თავი ასე ვთქვათ მაგამბით და ჩვენ კი არ დავმარცხდით და ის მოღალატემ გაგვცა ასე ვთქვათ. მარტივი გამოსავალი არის ისტორიულ პრობლემებთან ხო ჭიდილში რომ ვთქვათ დავაბრალოთ კონკრეტულ ადამიანს ან ჯგუფს ადამიანების. ერეკლეს ანუ ხდება იმ ფაქტის წინაშე რომ მას ჭირდება აი ამ ახლად გაერთიანებული ირანთან ჭიდილი. ამავე დროს აქვს პრობლემა ოსმალეთთან. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, პრობლემა როგორც ოსმალეთის იმპერიასთან იმდენად არ აქვს, რამდენად აქვს პრობლემა ახალციხის ფაშასთან, ხო? სულეიმანთან, რომელიც სხვა შორის არის ქართველი თვითონ, მაგრამ რომელიც ძალიან აქტიურად ერევა ქართულ პოლიტიკურ ამბებში და სწორედ ახალციხის ფაშა არის ის პრობლემა, რომელიც ქმნის ელეკიანობას, ხო? იმდენად ხონდქარი კი იმდენად არ არის პრობლემა, რამდენად ეს. იმიტომ რომ ხონდქართან ურთიერთობა ან სულთანის კართან ურთიერთობა და დიპლომატიური მიმოსვლა ერეკლეს აქვს. სხვა შორის სწორედ ამის გამო ექნება მას გარკვეულად უხერხულება მაგალითად რუსებთან. იმიტომ რუსების თვალსაზრისით, ხო, ერეკლეს ცდილობს ესეთ ლავირებას და პოლიტიკის გატარებას, მაგრამ თქვა რუსული ან ოსმალური თვალთახედვით ის ძალიან ზედმეტად მოქნილი არის. რუსეთის კონსული, რომელიც არის, ელჩი არის, რომელიც არის კონსტანტინოპოლში, ის წერს, რომ აი ერეკლემ კი დაგვთანხმდა ჩვენთან ურთიერთობას და მოკავშირეობის ტრაქტატს მოაწერა ხელი, მაგრამ ოსმალებთან მაინც აქვს საიდუმლო მიმოწერა, ხო? ანუ რუსეთის თვალსაზრისით ერეკლე ისეთ რაღაც აგენტებს, რომელიც მის სანდოობაში ბადებს ეჭვს. იგივე მაგალითად ეთქმის ოსმალებსაც, ხო? ოსმალები როცა უყურებენ ერეკლეს, ისინი ეჭვობენ, რამდენად შეიძლება მასთან ამ ურთიერთობის მყარად გადაწყვეტა. და აი ერეკლეს პრობლემა არის აი ამ დიდ სახელმწიფოს შორის ლავირება, რამენაირად მონახოს ის ადგილი, რომელიც მას მისცემს საშუალებას რომ შეინარჩუნოს თავის თვითყოფადობა და ამავე დროს გარკვეულწილად თქვა დაიცვას ამ იმპერიების ინტერესები ამ რეგიონში. და ეს ძალიან რთული რამე, რაც ახლა შორზღვა არ წავიდეთ, ჩვენ გარკვეულწილად აი ამ რეალობაში ვცხოვრობთ, ხო? ვცხოვრობთ რეალობაში, როდესაც გვაქვს სხვა ინტერესები, დიდი სახელმწიფოების ინტერესები კავკასიაში და ჩვენ ვცდილობთ გავირკოთ საიდვარდ. მარჯვნივ, მარცხნივ, ჩრდილოეთით, სამხრეთით, ხო? და ერეკლეს შემთხვევაში ბევრად უფრო მკვეთრად იდგა ეს საკითხი. აღარ ხანი მაინც ახალი ფაქტორი არის, რომელთანაც ერეკლეს იმდენად არ ქონია დაალაგებული საქმე, როგორც მას ექნებოდა მაგალითად ქარიმ-ხანთან, რომელიც გარდაიცვალა და შემდეგ აი ამ არეულობაში აღარ ხანი ჩდება, ხო? მეორე არის ის, რომ ამ დროისაც, როდესაც უკვე აღარ-ხანი ზეობს, ხო, 1790-იან წლებში ერეკლეს უკვე აქვს გამოკვეთილი პოლიტიკა, რომ მისი კურსი არის სხვა შორის ბურნაშევს აქვს სტეფან ბურნაშევს, რომელიც რუსეთის ელჩი არის, აქ არის ჩამოსული და ბურნაშევს აქვს ძალიან საინტერესო ეს ფრაზა არის იქ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ საყურადღებო, რომ ერეკლეს აქვს გადაწყვეტილი თავისი ხალხის ევროპეიზაცია. ანუ რომ ანუ ერეკლეს ხედვა არის შემოიტანოს დასავლეთიდან კონკრეტული გარდაქმნები და შექმნას რაღაც ახალი რეალობა აქვს. მისთვის სპარსული რეალობა, ახლა შეიძლება კი ატარებდეს სასაბურავს, მაგრამ მისთვის სპარსული რეალობა არ არის ის რეალობა, რომელიც სადაც ის ხედავს ქართკახეთის მომავალს. მომავალს ხედავს სულ სხვანაირი და ის მომავალი არის დასავლური. და ეს დასავლური იმის გათვალისწინებით, რომ
ავსტრიას თავისი პრობლემები აქვს, ვენეცია საერთოდ ვერ მძლავრობს ისე როგორც იყო, საფრანგეთის ინტერესები ბევრად მკვეთრად ემიჯნება თქვა კავკასიას, ხო? რომ ამ ევროპეიზაციის პროექტი მისთვის გადის რუსეთის ხარჯზე. და აი თუ ჩვენ შეგვიძლია თქვა ვიდაოთ იმაზე თუ რამდენად მართებული იყო 95 წელს ხო აი და თქვა აღმათმათთან დათმობებებზე წასვლა ან კომპრომისის გამონახვა რამდენად საჭირო იყო ეს თქვა აი ეს პოლიტიკური კურსი რომელიც ამ საბოლოოდ მოიტანს ამ შემოსევას აქ არის აი ეს რუსული ფაქტორი რომ ერეკლეს სჯერა და მის ნაწერებში მის მოწერაში აღშკარა არის რომ აზიარო რომ რუსეთს აქვს ბერკეტები რომ დაეხმაროს მას. ეხლა ამ ბერკეტებში რას გულისხმობ? ამ ბერკეტებში გულისხმობ მაგალითად ჩრდილო კავკასიაში რუსული სამხედრო ნაწილი. თუ ჩვენ ჩავეძიებით აი ამ 95 წლის ლაშქრობას ხო აღამათმათ ხანის დავინახოთ რომ აღამათმათ ხანს აქვს უზარმაზარი ჯარი არის ყარაბაღში ხო და ის ელოდება მთელი ზაფხული ანუ ის შეიძლება ბევრ ადამიანს აქვს ეს წარმოდგენაში რომ აი აღამათმათ მოულოდნელად მოგვადგა არა რა მოულოდნელად გაზაფხულზე იცის ერეკლემ რომ ეს ლაშქრობა მზადდება მთელი ზაფხული იცის ეს მაგრამ ახლა და არა და აღამათმათანი ყარაბაღში არ მოდის ახლა რატო არ მოდის იმიტომ რომ ორივე მხარეს ანუ ჩვენს ხო ერეკლესაც და აღამათხანს აქვს აი ეს რუსული ფაქტორი რომ აკვირდება. ერეკლეს აქვს ანუ მოლოდინი რომ ჩრდილო კავკასიაში რო არის სამხედრო ნაწილი ხო მოზდოკში რუსების იქიდან წამოვა სამხედრო დახმარება არ არის ეს იმაზე კი არ არის რომ თქვა 10,000 რუსი ჯარისკაცი შემოვა. თქვა ერთი პოლკის დონეზე თხოვს რომ უბრალოდ ერთი პოლკი მომეწ უბრალოდ შემოვიდნენ უბრალოდ რუსების აქ ყოფნა საკმარისი იქნება. ტრაქტატის მიხედვით იყო ვალდებულება ხო? კი და ის რა თქმა უნდა ვალდებულებას ახლა ერთ-ერთი პრობლემა ხო ამ ტრაქტატის არის რომ თქვა არ შესრულება იმ ვალდებულების რომლებიც რუსეთმა იკისრა ამ ტრაქტატით. და აი ამ 95 წელს მოლოდინი ის არის რომ ფორმალურად, სიმბოლურადაც რომ შემოვიდეს რუსული ჯარი, ირანელები არ წავლენ იმ გამზაფრებაზე, რომელიც შეიძლება იმსხვერპლოს რუსეთის ჯარისკაცი და შემდეგ უკვე პრობლემა ექნება რუსეთთან და აღამათმათ ხანით ზორეთ აგვისტოს მიწურულამდე ელოდება ცნობებს და რასაკეთებს, იცი? იმ ზაფხულს აგზავნის ელჩებს რუსეთში. ელჩებს. ელჩები არიან რომ წადით და დაღესტნის გავლით, ხო, ეს დაღესტნის გავლით გადადით მოზდოკში და მოზდოკიდან მერე იმგონებთ რომ ფაქტურად მაცნობეთ რასაკეთებენ რუსები იქ. მზად არიან თუ არა და აი სწორედ ეს ელჩები რო ჩადიან აგვისტოს ბოლოს აცნობებენ რომ ადგილობრივი რუსი მხედართავარი გუდოვიჩი ის არ არის მზად არ სურს არანაირად რომ სიმბოლურადაც დაეხმაროს ერეკლეს. ახლა რატო აქცენტს რატო ვაკეთებ ამას? აი იმ კაცს რო ქონოდა, თქვა იმპერიული ხედვა, ანუ იგუდოვის მაგივრად ციციანოვი რო ყოფილიყო და რო გაეგზავნა ასეული. იმ წელს მე დარწმუნებული ვარ, რომ შემოსევა არ იქნებოდა. აღამათმათანი მოტრიალდებოდა და გაეცლებოდა. შეიძლება შემდეგ თქვა მოსამომავლოდ რაღაც სხვა მოემოქმედა, მაგრამ ის მოვლენები რაც მოხდა სექტემბერში თბილისში არ მოხდებოდა. ეს იყო გამიზნული გაწირვა ქართლ-კახეთის სამეფოსი შეგვიძლია ეს არ ვიცი რომ დაეზარათ. გამიზნულად ხო ცოტა ესეთია გამიზნულად ის არ იყო რომ თქვა გუდოვის თუ მიმოწერას გადავხედავთ ის ვერ იაზრებს მართლა ვერ იაზრებს რასთან აქვს საქმე ანუ კონკრეტულად რომ უზარმაზარში დამანგრეველი შემოსევა მოვა გუდოვის მიმოწერაში აქვს რომ ეჭვი ეპარება რომ ეს მართლა ლაშქრობა მოხდეს მიუხედავად იმისა რომ ამ ხელა ჯარით გაასხო ყარაბაღის ველზე ასევე არის რომ თვითონ იცი რა არის აი ისტორიაში გვაქვს ხშირად საუბარი პიროვნების როლზე ხო რა როლი უკავია პიროვნებებს ის დიდ ისტორიულ წიაღსებში ხლა აგერ ერთი მაგალითი ეს არის და მეორე იქნება ის რუსი ხედართავარი იქ რომელსაც შეეძლო გადაწყვეტილებმა იმის მაგერ რომ მიიღო ეს გადაწყვეტილებები აგზავნის მოთხოვნას სანქტ-პეტერბურგში სამწუხაროდ ძალიან ხშირად ადამიანები ვერ დგამენ ნაბიჯს სანამ უფროსობას არ შეუთანხმებიან ამასთან აქვს პრობლემა რომ ეს ადამიანი ითხოვს ნებართვას რომ მოიმოქმედოს აგზავნის ამ მოთხოვნას სანქტ-პეტერბურგში და სანამ იქიდან მოვიდა ნებართვა თბილისი აღარ არის თბილისი აღარ არის ხო
რამდენად დამანგრეველი იყო აი ეგ შემოსევა აღამ ახმატხანის? არა, ამაც ფაქტობრივად თბილისთვის იყო, ხო, აბსოლუტურად დამანგრეველი. ამის ახლა ამაზე როგორც ისტორიკოსი კი არა, რაღაც განზოგადებით. შეგვიძლია ჩავხედოთ რუსი ოფიცრების, ევროპელი მოგზაურების ჩანაწერებს, იმდროინდელ ჩანაწერებს, არა მემუარებს, ხო, რომლებიც მათ დაწერეს აქ თბილისში ყოფდნენ და დავინახავთ, რომ ქალაქი განადგურებული არის, ქალაქის 2/3 არის მოშლილი, დანგრეული, ათასობით ადამიანი ტყვეწაყვანილი, დარჩენილი, ვინც არის დარჩენილი, წარმოვიდგინეთ ფსიქოლოგიურად რა გამოიარეს, ხო? დარწმუნებამ დიდი ხანი დაჭირდება, რომ უბრალოდ ფსიქოლოგიურად გამოხვიდე იმ მდგომარეობიდან, რაცაც შენ გაივლი. როგორც ისტორიკოსი, მაგალითად პრობლემა არის, რომ არქივის დიდი ნაწილი განადგურდა. წიგნობრობის მხრივ რამდენი წიგნი დაიწვა, რამდენი ხელნაწერი გაქრა, ხო? ეს ყველაფერი ამ შემოსევის შედეგი არის. საუბრობდით ამ წიგნში ერთ-ერთი გრავიურა არის, რომელიც თბილისის ხედი არის, ხო? ანუ მატერიალური თვალსაზრისით, ხო, თვითონ როგორც ნაგებობებს თუ ვიგულისხმებს. უკვე 1818-19 წლისთვის თქვა, ქალაქის ნაწილი აღდგა და უკვე ამ დროს ჩამოსული მაგალითად ესპანელი მოგზაური, ხო, ეს ავანტიურისტი არის მოგზაური რა. ჰუან ვან ჰალენი აღწევს, რომ ქალაქის ნაწილი აღდგა და ცხოვრება შეიძლება, ხო? ანუ 20 წელიწადში ქალაქის აღშენებულობა იწყება, მაგრამ ეს ხომ აქ საუბარი ხო არა გვაქვს ჩვენ მხოლოდ აი შენობაზე. აქ არის საუბარი კულტურულ, საზოგადოებრივ მეხსიერის დონეზე რამხელა ზიანი მოაყენა ამ შემოსევამ. ერთ-ერთი ესეთი დედოფალი ალბათ საქართველოს ისტორიაში, რომელიც ცოტა კონტროვერსიული ფიგურაა და ზოგს გონია, რომ კარგია, ზოგს გონია, რომ ცუდია, ზოგი საერთოდ იმ პერიოდის პრობლემებს დიდწილად დარეჯანს მიაწერს ხოლმე. აი, თქვენ როგორ ხედავთ მაგ ფიგურას? რა როლი აქვს ზოგადად იმ პერიოდის საქართველოში? ჯარჯანი იყო ესე ძალიან საინტერესო, მაგრამ კომპლექსური ადამიანი, რომელსაც ძალიან აწუხებდა ის გარემოება, რომ ის იყო ერეკლეს შემდეგ ბოლო ცოლი, ხო, მას ყავდა კიდევ მეუღლე და რომ იმ წინა მეუღლისგან ერეკლეს ყავდა უფროსი ვაჟი. და ნუ რა თქმა უნდა მემკვიდრეობის სისტემით, ხო, ეს ვაჟი გიორგი მიიღებდა ტახტს და ფაქტურად ეს ხაზი გავიდოდა გიორგიით. და აი დარეჯანისთვის, აი ალბათ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც სწორედ ხაზს უსვამს ის პრობლემატურობას არის, რომ გარკვეულწილად დარეჯანის ვიწრო ინტერესები, ანუ დინასტიური ინტერესები სჭარბობდა და ხან-ახან უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის ეს, ვიდრე ზოგადად პოლიტიკური ვითარება, ან ის კურსი, ან ის მომავალი, რაც თქვა სახელმწიფოს შეექმნება. თავისშვილის მფარველობა. ხო, ანუ მას სურდა, რომ ყველანაირად სურდა, რომ თავისი შვილი მოიყვანა ძალაუფლებაში და არა, თქვა, არა გიორგი, ხო? და ამ ფაქტურად ჩვენ ვხედავთ ერეკლეს კარზე ფრაქციებს, ხო? და ამ ფრაქციებს შორის დაპირისპირებას, რომელიც საკმაოდ წვავე იყო. ეს განსაკუთრებით იკვეთება, როდესაც ერეკლე გარდაიცვლება და გიორგი მეფე მოდის, ხო, ტახტზე ადის და მართალია მას არ უმეფია და დიდი ხანი, მაგრამ მაინც ეს კონფლიქტი უკვე ცხადი ხდება და კიდევ უფრო ხედავთ ამას უკვე შემდგომ წლებში, როდესაც ხდება აი ამ პერიოდის გააზრება და სწორედ დარეჯანის მემკვიდრეობის, ხო, ამ შვილების და შვილიშვილების მიერ მე უკვე ასე რომ ვთქვა, ტალახის სროლა იწყება გიორგის მიმართულებით. ჯამბაკურ ორბელიანი არის იგალი, რომელიც ძალიან აქტიურად ცდილობს, რომ დააბრალოს გიორგის ისეთი გადაწყვეტილებები ან ისეთი უსაქმურობა, რომელიც ვთქვა, მას ძალიან ნეგატიურ ჭრილში გამოიყვანდა ამაში მაგალითად გიორგის დებენ ბრალს, რომ აი მამასო გადამწყვეტი ბრძოლა რო იყო ასპინძაში, იქ არ დაეხმარა სიცრუე, ან იმაში რომ აქ აღამ ახმად ხანის შემოსევის დროს რომ კახეთში იყო და არ დაეხმარა ეგეთ სიცრუე. ანუ ეს იცი პრინციპში აი ბოდიში დღესაც რასაც აკეთებენ პოლიტიკური ოპონენტები ხშირად აბსოლუტურად ეგეთი რომ ეგ არის აი იმიტომ არის საჭირო ისტორიის სწავლა რომ დაინახო რომ ის რაც ეხლა ხდება შეიძლება ზუსტად იგივეს არ ასახავს რაც წინ, მაგრამ დაინახო ზოგადი ხო ეს კანონზომიერები რომელსაც
ისტორია გვასწავლის. როგორ ფიქრობ, აი ეს კონსოლიდაცია რო მომხდარიო მაგალითად ერეკლეს ოჯახ შორის, უფრო ნაკლებად ტრაგიკული იქნებოდა ქართლის ბედი? რა იცი, მე მაინც მჯერა, რომ რუსეთის იმპერიის შემოსვლა კავკასიაში გარდაუვალი იყო. ამას ვამბობთ, როგორც შიდა საგარეო საბუთების მიმოწერის გადახედვის საფუძველზე, ხო, ვიცით, მე ახლა მიმუშავია მაგალითად რუსეთის იმპერიის პოლიტიკაზე ეკატერინეს დროს, განსაკუთრებით ოსმალეთის მიმართებით და იქ აშკარად იკვეთება ინტერესი იმისი, რომ კავკასიაში შემოვიდნენ. აქ საკითხავი არის რა სახით შემოვიდოდნენ. ანუ შემოვიდოდნენ მაგალითად აი თქვათ იგივე გეორგიევსკის ტრაქტატის მსგავს სამოკავშირო ხელშეკრულებით შეინარჩუნებდა თუ არა ქართლ-კახეთი, იმერეთი, ხო, თავის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. ხო შეიძლება, რა გეორგიევსკიში იყო რომ აღიარებდნენ ბაგრატიონთა დინასტიის ხელისუფლებას, აღიარებდნენ მათ უფლებას ემოქმედათ, რომ მათ როგორც მათ სურდა თავიანთი ტერიტორიაზე, მაგრამ ამავე დროს იყო ეს მოკავშირეებული ურთიერთობა რუსეთთან და საგარეო პოლიტიკაში კოორდინაციის მოთხოვნა. აი ამაზე არის. ანუ მე ეჭვი არ მაქვს რომ რუსეთი შემოვიდოდა თუ 1801 წელს არა 1815-16 აი ნაპოლეონის რომ მოუღებდნენ ბოლოს, ხო? მე დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად გამოიხედებდნენ აქ. როგორ ფიქრობთ, ეხლა ცოტა შეიძლება ნახევრად პოეტური შეკითხვა უნდა დაგისვათ, მაგრამ ცოცხალი რო იყოს დღეს ერეკლე, რას გვეტყოდა? რას გვეტყოდა? მე იცი იმედი მაქვს რომ აი მტარდისში რო ჩამჯდარიყო და ეხლა რო გადმოსულიყო რომ ერთის ხრივ სასიამოვნოდ გაოცებული იქნება იმით, რასაც ნახავს აქ. რომ იმ გავერანებული ქვეყნის ნაგვირად მაინც პირად უკეთესი ქვეყანა გვაქვს. ქვეყანა, რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი. ეს პოტენციალი არ მომკვდარა, ალბათ ხედავდა ერეკლე მაგ პოტენციალს. აბსოლუტურად, მე მაგას დარწმუნებული ვარ. ამავე დროს მე ალბათ ფიქრობ, რომ შეიძლება იცი წარმოვიდგენია კახურად გამოვიდოდა და თქვენ მამა აშენებული, ოჯახ აშენებულებო, იგივე პრობლემის წინაშე როგორ ახარ? იგივე არჩევანის წინაშე ვდგავართ, ხო? ანუ გვაქვს არჩევანი მიმართულების და ვცდილობთ ლავირებას. როგორც ის ვცდილობდა, ისევე ჩვენ ვცდილობთ. არ ვიცი, იცი? ალბათ ერთის ხრივ მოხარული იქნება იმით, რასაც ნახავს და მეორეს ხრივ მიხვდება, რომ აი ამ ხარეში, ამ კავკასიის ამ პატარა კუთხეში ჩვენ გვაქვს ეს მუდმივი ისტორიული პრობლემა, როგორ შეუძლია პატარა ერს, ხო, ან პატარა ერმა ნახოს თავისი ადგილი ძალიან მკაცრ სამყაროში.